Ყველას დილამშვიდო, ისეთ შემოძვირფასებო, ისე ძალიან მაბედნიერებთ, ისეთი ბედნიერი ვარ და ისეთი მადლიერი ვარ, რომ ვერანაირი სიტყვით ამას ვერ გადამოვხსენ. ყველასაც თავთ გეტყვით მადლობას, მაგრამ ესეც მინდოდა მეთქვა. აი ისე ბედნიერდები, რომ აი არც კი ვიცი. როცა ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება არც კი უნახივარ, გულთან მიაქვთ ჩემი ვთქვათ სიტუაცია და მეხმარებია სრულად ვანგაროთ, რომელსაც ეს იმისთვის არ უნდა, რომ რამე ვინმე დაინახოს, ვინმე მტაში დაუკრას. ანუ ეს ისეთი რაღაც არა, ქვაზე დადე და გაიარე. აი ეგეთი. და რამდენი ადამიანია ასეთი. ჩემი მაყურებლები. ხო ვამბობდი ყოველთვის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ხარისხი ადამიანები, ანუ გულისხმობ კარგი ადამიანების ჩემთან ყოფნა და არა რაოდენობა, რომ ბევრი მყავდეს და ესეთი. და როგორიც არც სწორი ვყოფილვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. მარტო აი ეს ძალიან მაბედნიერებს, თვითონ ეს ფაქტი. თქვენ მაბედნიერებთ. მიყვარხართ ძალიან. დღეს სასწორზე დიდი ხნის უნახავი 55 გამოჩნდა. კერძოდ კი 55-750 ვარ. რამდენი ხანი არ ყოფილვარ. აი შარშან ვიყავი 55-ից და 54-ից. ამ დროს მერე სექტემბრიდან ცოტა მიუშვი, ოქტომბერში საერთოდ ავუშვი 56-ზე ავედი. და მერე საერთოდ ანუ მაისამდე აღარ დამითვლია და მქონდა თქვენთვის როგორი დეპრესია, სასტიკი და ისევ ავედი ზემოთ. ხო და იმის მერე აი 55 დავინახე ახლა. ძალიან ბედნიერი ვარ. არ გავჩერდები ამჯერად. ბოლომდე სანამ არ დავიკლებ ყველას ზედმეტი და არასასუალ კილოგრამს ჩემს. ეხლა ისე თქო რომ მიყურებ, დიდგოს საერთოდ ზედმეტი არაფერია, მაგრამ ფეხები ისე მეცვლება, ფეხები ხო ჩემი პრობლემური ზონა. აი ამაში ცელულიტი ისე ლაგდება, ყოველ დღე ლაგდება, იმიტომ ყოველ დღე ცხიმი აკლდება. აქედან უნდა წავიდეს ცხიმი, აქედანაც აი არის კიდევ. ანუ ეს ჩემი 5 კილო. 5 და 750. გასაშვებია. ეს რამდენი გრამი იყო დამოვიწყდა. აი 55 იყო მე მგონი. ჩავწერო 50. აუ გარეთ ახლა მზე იქნება წუხე მთელი ღამე არ დამაძინეს ევამ და ლაბუბუმ. შეუძლებელია. ხო და თვალსაჩინო უნდა გამიჭირდა ადგომა.
აი რატომღაც ეს მომინდა, არ ვიცი რატომ. ესეთი. აბა გვაჩვენე როგორია შენი რამბო. ვაკიკი თვალი აქვს. ვარსკვლავი აქვს თვალში? პინკური იერო. ესე ვიჯექი ხალხო და ყავას სვავდი. აქ. და თანხა ჩაირიცხა. ანუ ამ წუთას არიან ადამიანები, რომლებიც იმისთვის, რომ მე გავიგო ჩემი ამბავი და თუ რამეა ჩემ თავს უშველო. მთელ დღის განმავლობაში სხვადასხვა დროს თანხას მირიცხავენ. არც კი ვიცი ამაზე დიდი ბედნიერება ოდესმე ცხოვრებაში თუ განმეცდია. და სიხარული. ამუანგარო სიკეთის სიხარული. სულაც რომ ტანჯვაში მომკლან ბოროტმა ადამიანებმა. აი ამის მერე მაინც ვერაფერს დამაკლებენ. მადლობა. ამას მივეცი. ბეკეთ ხალხლაკით მოვედი და მინდა რომ ესენი მე მინდა რომ შევღებო ჩემი მანიკურებით, მინდა რომ იმდენი მანიკური მაქვს და საერთოდ არ მახსოვს რა ფერები მაქვს. ფრჩხილების გადაკეთება მინდა. სულ სხვადასხვა ფერები მინდა, როცა შენ თვითონ გააქეს ეს სახში, აი ძალიან ისეთია რა, სულ გინდა რომ სხვადასხვანაირი გქონდეს. ხო, მოკლედ, მინდა პირველ რიგში წაგიკითხოთ, ვინ რამდენი ჩამირიცხა და გადავიტანოთ ეს ცალკე მოდი იმ ანგარიშში, რომ ეს არ იყოს შერეული. ეხა გუშინდელი სადამდე წავიკითხე, ეხლავე გეტყვით, აი ნახეთ, ჩვენ ხო გადავრიცხეთ ჩემს ანაბარზე, სად იყო? გენეტიკური ტესტი, აი, კიდე მერე რომ დაემატა, ქეთინო დაემატა. ნინი და ქეთინო და 25 ლარი გადავრიცხეთ. ხო, აი ამის მერე რაც იქნება, ეგენი არ გადამიტანია. ციცოთი. ეს აქ ისინი მაგიდე გუშინ ჩაირიცხა ხელფასი, მერე იქის ვიყიდე იქის და ანუ ეგენი. აჰა. აი ესე იგი. აჰა. ესე იგი, ქეთი ჩამირიცხა 10 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო, 10 ლარი. ნათიამ. ეს ვიყავი კარფურში ხალხო და 5 საათზე ერთდროულად ჩაირიცხა. ნათიამ ჩამირიცხა 50 ლარი და ეკატერინემ ჩამირიცხა 50 ლარი. აი ერთდროულად, ზუსტად ერთდროულად. უღრმესი მადლობა ჩემო ძვირფასებო. ანუ დავუმატოთ 100. ხო, მე ჩვენ ვიყიდეთ რაღაცა კარფურში, მე თამ ჩამირიცხა 5 ლარი. თამ. მარიამმა ჩამირიცხა 1 ლარი. და ქეთევანმა ჩამირიცხა კიდე 10 ლარი. ძალიან დიდი მადლობა. ეს გოგონები არიან ისინი, ვინც ძალიან დიდხანს მიყურებენ. ეს იყო გუშინ ღამე და დღეს დილას ირინამ ჩამირიცხა კიდე 20 ლარი. და გამოვიდა 146 ლარი. ეხლა ეს გადავრიცხოთ ჩემს გენეტიკურ ტესტზე. ეს არის საქართველოზე. რამდენი? 146. გენეტიკური ტესტი. დავამატოთ 146 ლარი. იყო 114 ლარი, ეხლა ვრიცხავ 146.
ახლა ვნახოთ რამდენია იქ. 260 ლარი. 260 ლარი მაქვს საქართველოზე გენეტიკური ტესტისთვის. ჩვენ ვაგროვებთ 3200 რაღაცა მითოს. ნახევარიც რომ 156-იანო გადაირიცხა. ნახევარიც რომ შემიგროვდეს, აი ზღაპარია უბრალოდ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მე მალე გავიკეთებ ამ ცუდი რაღაცის ტესტს. და თუ რაღაცა არის, მალე მივხედავ. ანუ ძალიან მადლიერი ვარ. აი ვერც კი ავხსნი სიტყვებით, როგორი მადლიერი ვარ. ეხა TBC-ზე. იცი? აქ არ მახსოვს, აქ არ გამიკეთებია ხალხო, ისა ცალკე ყველაფერი მაქვს ერთად, იმიტომ რომ აქ მქონდა კონკრეტული თანხა რაღაცა, რომელსაც არც ვხარჯავ, არც ვეხები, უბრალოდ მინდა რომ რაღაცა იყოს, იმიტომ რომ არ ვიყენებ TBC-ს და მაგას ზემოდან ესენი ერიცხება, ხო? ახლა გეტყვით. მელანოთი დაიწყო, მერე ნანამ მელანომ 30 ჩამირიცხა, ახლა გეტყვით სულ რამდენი მაქვს, რომ ვიცოდეთ, 30 ჩამირიცხა მელანომ, ნანამ ჩამირიცხა 100, ხათუნამ ჩამირიცხა 5, ნინომ ჩამირიცხა 10, ზეინაბმაც ჩამირიცხა 10, მალვინამაც ჩამირიცხა 10, აზამ ჩამირიცხა 1, თამარმაც ჩამირიცხა 10. სულ მაქვს შემეშალა, კიდე 10 დავამატე შემთხვევით 176 ლარი მაქვს აქ. აქ მაქვს 176 ლარი. უღრმესი მადლობა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის რამდენია თანხა. ანუ როგორ არა ძალიან მიხარია, როცა დიდი თანხაა, მაგრამ როცა პატარა თანხაა, ეგეც ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რომ ადამიანს შეიძლება არ ქონდა, მაგრამ ჩემთვის გაემეტა და აქ არ არსებობს მცირედი. ანუ ესეთ დროს არ არსებობს მცირედი. ესეთ დროს ყველაფერი არის დიდი და ყველას უღრმესი მადლობა. ძვირფასება, აი რა ვიცი, მილიონად დაგიბრუნდეთ ყველაზე საჭირო დროს თქვენ ცხოვრებაში, ცუდი საჭირო დრო არასდროს გქონოდეთ, კარგ საჭირო დროს მილიონად დაგბრუნებოდეთ ეს სიკეთე. აი ამაში ღმერთი ცხოვრობს ხალხო, აი არ ვიცი, უბრალოდ ეს დღეები ჭკუიდან ვარ გადასული. 10 ლარი კიდე ჩამერიცხა ამ წუთას ნინამ ჩამერიცხა ამ წუთას კიდე 10 ლარი. ჩემო საყვარელო ნინა, ძალიან დიდი მადლობა, ღმერთო რა ბედნიერი ვარ, რომ მე უბრალოდ ვსივარ. რაღაცას ვაკეთებ, წეგან ყავას ოდიხა ვიდეოს და თქვენ ჩემი ჯანმრთელობისთვის, თქვენ როცა ანუ ჩემი ცხოვრება არის სულ გაკვეთილი ხალხო, როცა უახლოეს ადამიანებმა ჩემმა სისხლმა და ხორცმა არ იციან ჩემ შვილებს დაბადების დღე როდის აქვთ, როცა უახლოეს ადამიანს ჩემთვის არასოდეს ერთი თეთრი არ მოუწია იმის რომ წადი და რამე ექიმთან მიდი დედაშენი ესე იყო და ანუ მიდი ექიმთან, ანუ საკუთარი მამისგან და სხვებისგანაც არ ჩამოვთვლი ყველას, ანუ ეს არ მქონია მე და მაქვს სრულიად ისეთი ადამიანებისგან უცხოს ვერ ვიტყვი, თქვენ იცნობთ ჩემს სულს ვინც მირიცხავთ, მაგრამ მე ხო არ გიცნობ, ჩვენ ხო არ გვაქვს სულით ოჯახში სისხლით ნათესაობა, ჩვენ გვაქვს სული რა გავუწრო ჩემმა ენამ, ჩემს იმას, ჩემმა ტვინმა, ჩემს ენამ, ჩვენ სულით ნათესაობა გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს სისხლით ნათესაობა, თქვენ ვალდებული არაფრის არ ხართ. ანუ ეს არ არის მოთხოვნა, ეს არ არის რომ იმე მაინდა, არა, ეს არის სიყვარულსა დაფუძნებული და ეს არის საოცრება, არ ვიცი. ძალიან ბედნიერი ვარ და აი ჩემი ცხოვრება არის ამის გაკვეთილია, შეიძლება უახლოესმა ადამიანმა შენთვის არ გაკეთოს სრულიად არაფერი.
და ადამიანმა, რომელიც შეიძლება სახეზე არც კი იცი როგორ გამოიყურება, შენთვის მოიკლოს თუნდაც 1, თუნდაც 10, თუნდაც 5, თუნდაც 20, 30, 50 ლარი, 100 ლარი შენთვის. საოცრება. ღმერთი საოცრება. ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთის გვერდით არსებობს, ეს საოცრება. ეხლა რომ აი ამ ამბავს კუდებს გამოამბავენ ბოროტი ადამიანები და ჭკუიდან რომ გადავლენ და იფუთფუტებენ იქ, ხო? ეგეთები რო არსებობენ და ესეთები რო არსებობთ კიდე, ხო? ანუ აი ეს ერთად რო ხდება, ეს საოცრება. და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კარგის დანახვის უნარი არასდროს. მე ყოველთვის მიუხედავად იმისა, როგორ ცხოვრება გამოვიარე, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. ნახევრად სარიერი არა, ნახევრად სავსე და თითქოს ღმერთი ამისთვის მაჯილდოვებდა ყოველთვის. ადლობა, მიყვარხარ ძალიან. უზომოდ. ჩემი საოცრება ხართ. ანდრუს ვერ ნახე ფლომასტერი? საერთოდ იყო ნეტა. ვერც ის გამხმარი იქნება აქ დია თავსახური. ვერც რა და ვარდისფერი თქო, მაგრამ ვარდისფერის თავი აქ გდია, ხო. ახლა მოდი კომენტარები წავიკითხოთ. დაუბლოკე. ეს უკვე სრული მათხოვრობაო და ეგეთი კომენტარები დაუბლოკე და დაუბლოკავ, იმიტომ რომ ეს არის მათხოვრობა, ეს არის დონაცია, ეს სიყვარულზე დგას, ამაში ღმერთია. და ჩვენ უფალმა თქვა, ითხოვე და მოგეცემა და როცა შენ გჭირდება და ითხოვ, ღმერთი გაძლევს ადამიანების ხელით. ამაში იმ ხელა სიკეთეა. და როცა შენ ამას ცდილობ რაღაცა ცუდი და ბინძური კუდი მოაბა, მე და შენ საერთო არაფერი არ გვაქვს, არაფერი არ შეიძლება გქონდეს. შენ ჩემთან არ უნდა იყო. წადი და იმათთან იყავი, ვინც მე გამლანძღავს ამისთვის. თქვენ ღირ ხართ ერთმანეთად. ლელო, ნინი, ჯანმრთელი და ბედნიერი უნდა იყოს საყვარელო. მიყვარხარ, მეც ძალიან მიყვარხარ, ჩემო უსაყვარლესო ლელო. მელანო, ამ ხელა მადლიერების გამოხატვა იშვიათად მინახია. ასე მცირედისთვის კი არა, დიდ რაღაცებიც კი არც ვიცი რა გითხრა. ეს არაა მცირედი, ჩემო ძვირფასო. ეს არის ძალიან დიდი. მე ის გოგოა, რომელიც ისე გაიზარდა, რომ ერთ პაწაწინა ქალაქში ცხოვრობდა საკუთარ მამასთან ერთად. და ერთი კამფეტი არ ახსოვს, უბრალოდ ახსოვს, რომელიც მომიტანა და მითხრა, თუ მოხვალ ჩემთან მოგცემო. და რო არ მივედი, ჯიბეში ჩაიდო და უკან წაიღეს, არ დამავიწყდება. და როცა შენ თქვი, რომ ეხლა ის დრო ნინის დავეხმარ თუნდაც თითო ლარობითო და ჩამირიცხე ის თანხა 30 ლარი, ეს ჩემთვის საოცრება იყო, ეს უდიდესი რაღაცა, ეს არ არის მცირედი. უბრალოდ მე დანახვა შემიძლია. დიდი მადლობა. ვერასდროს გამოვხატავს სიტყვით. ეს რა არის ჩემთვის? გაჩვენდი ნუ ტირი ხარ. შემოვარტყი. მარიამი, აი სტარგი ხალხ ცნობს რომ გაწერია და მარიამი რომ გაწერია, იმიტომ რომ გამახსენდი ხოლმე მაგაზე სულ მეცინება რომ ხედავთ სანსაყვარელი ხარ. მადლობა ჩემო საყვარელო. 100%-იანი ხარ კალორიებზე თავიდანვე დიდი დეფიციტი არაა საჭირო. ეგ მერე უკვე როცა ნელდება კლება, მართლა ვერ ვიჯერებ, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ხვის ვიდეოზე წერს გადმოდი ჩემთან, მე უფრო ლამაზი ვარ. მაგალითად სურებული აქვს ოქსტილობიანად ვერ ვიტყოდი ვერანაირად. ხო, აი არ ვიცი მე არ ვიცი პროსტა როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა. ანუ ეგეთ რაღაცებს ერთადად დაფარული და დამალული აკაუნტები წერენ ხოლმე რა და ამ ადამიანს არ მოერიდა მეტყობა იმდენად ლამაზად თვლის თავს რომ არ მოერიდა ამ ხელა სიბოროტის გამოჩენა და მე ადამიანები რო აღშფოთდნენ აი მის ამ არა ადამიანობაზე მე ეგონა რომ მე პასუხობდი ანუ
არც აქვს შეგრძნება ეს რამდენად არა ადამიანური, არა ეთიკური და ყველაფერს მოკრებულია, რაც თქვა, ანუ ამის შეგრძნებაც არა აქვს ადამიანს, ხვდები? Tamara. Rost lovely Nini. Red lips plus red nails კი ხდება ლამაზო. მაიმე მადლობა, დღეს red არ მაქვს თურჩები. ინგა ჩემი ინგა. ხათუნა. სალამი ნინი, კი სწორედ მიხვდი, მე ის ხათუნა ვარ, ვინც შენ გაიფიქრე. მინდა ჯანმრთელთა ბედნიერს ხედავდე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. მცირედი, მაგრამ გულით კეთილი სურვილები შენთვის. ხათუნა როგორ გამიხარდა, რომ შენის ხათუნა ხარ? ძალიან გამიხარდა. იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან მომწონდი, ძალიან მოხიბლული ვიყავი შენით. ანუ როგორც ადამიანურად, ისე გარეგნულად, ანუ ცოტა რამე მახსოვს კარგი, ჩემი წინა ცხოვრებიდან. და იმ კარგში შენ ხარ. და ძალიან გამიხარდა, რომ შენ ხარ. და როგორც თქვი, მცირედი ამ დროს არ არსებობს. მეც მინდა, რომ კარგად იყო და ძალიან ბედნიერი იყო, ჩემო საყვარელო. დიდი მადლობა. ლელა მიყარხარ ნინი. ეკა, ნინი არაფერზე ინერვიულო, ამ დროს ნერვიულობა ყველაფერზე ცუდია. ზუსტად ვიცი, რაც განიცდი ახლა, მაგრამ როგორ დადებითად შეხვდები ავადმყოფობას, ისე იქნები და კიდევ ერთხელ გისურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. იქნება ავადმყოფობას არ ხვდები ძვირფას. ეგრე ჯერ არ ვფიქრობ მაგაზე. არ ვიცი, იმხელა დადებითი ემოციები მოიტანეთ ჩემში თქვენ ყველამ ამ დღეებში, რომ ანუ ის გამიქარწყლდა, აი ეს დარდი გულზე აღარ მაქვს, რაც მქონდა. კაი, აზრს დაანებე თავი, მე მევავწებნი. სადმე ის ადგილ? სადმე ის ადგილას შეაგდებდა, რომ ნინო, გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ, მაგრამ მე თქვენს ადგილას ბიოპსიას არ გავიკეთებდიო. როგორ შეიძლება, რომ ბიოპსია არ გაიკეთო? ანუ შეიძლება რაღაცა იყოს, ანუ ფარისებში ვთქვათ. ეს არ არის ჩქარი. გააქვს შანსი, რომ გაიკეთო ოპერაცია, არ წავიდეს, არ განვითარდეს და მოიშორო. აი რაც ვქვია, რომ ბიოპსიას არ ანუ დატოვებდი ესე, რომ თუ რაღაცა ცუდია, ბოლომდე გავრცელდეს და ღმერთმა დაიფაროს და ადამიანი დაიღუპოს. აი ესე დაიტოვებდი შენთვის. აი რატო? ანუ რისთვის? ხო არის, რომ არის ისეთები, რომლებსაც ადამიანები ვერ იგებენ, რომელმაც ტკივილი არ იცის და არც ხელით ისინჯება და სხვათა შორის ყველაზე ვერაგებია ეგენი, ხო? მაგრამ სხვა ვარიანტში თუ კი გაქვს შანსი, რომ ნახო, გაიგო, შეებრძოლო, ანუ რას ქვია არ გაიკეთებდი. ასეთ დროს გონია ხოლმე, რომ ადამიანები ვერაცნობიერებენ, არ აქვთ ნანახი მაგალითად, რაც მე მაქვს და ჩემზე და ვერაცნობიერებენ, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. ნინიკო, ჩემო ნინი, კაცებზე ზუსტად მასე ვფიქრობ მეც. არ დაგიწერე, არ მინდოდა გული მეტკინა შენთვის. როცა ძალიან მტკივა და ძალიან განცდი, მაშინ უფრო გჭირდება მეორე ნახევრის გოჩი დგომა. მაშინ უფრო კი არა, ზუსტად მაშინ. ჩემ ქმარს აქვს ძალიან მძიმე ხასიათი, მაგრამ გარშემო რომ ვუყურებ ახლობლის ქმრებს, რომლებიც არანაირად არ ზღუდავენ ცოლებს, მაგრამ ძალიან უყურადღებოები არიან, ისევ ჩემი უხასიათო მირჩევნია. გვერდში დგომა იცის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. აი არ ვიცი, ჩემო საყვარელო, ჩემთვის მაგალითად გვერდში დგომის ნაწილია ის, რომ არ შემზღუდოს. ანუ ნახე, მე ამ საკითხს როგორ ვუყურებ, თუ მხედავს მე როგორი ვარ. მე პირდაპირ უპირობოდ მენდობა და ჩემს შესაძლებლობებს, სურვილებს და ინტერესებს არ აკონტროლებს, ეჭვის ქვეს არ აყენებს, არ აკონტროლებს, არ მზღუდავს, ხო? მე საერთოდ ჩემთვის ეგ პირველია, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და არავინ არ მჭირდება ისეთი, ვინც შეეცდება, რომ
რაღაცა გალია შემიქმნას და შემზღუდოს არასოდეს არ იქნება ჩემ გვერდზე ეგეთი ადამიანი სხვა რაც არ უნდა თვისებები გქონდეს ეხლა შენზე არ ვიძახი ანუ შენთვის მისაღებია ხო ეგ მაგრამ ჩემთვის არ არის პირადად ჩემთვის მისაღები ანუ რადგან პარალელი გავლე იმიტომ ამბობ თორე არ ვიტყოდი ანუ ჩემთვის ეს ძალიან დიდი ფასეულობაა და ანუ მე ისეთი ადამიანით კი არ გავიჩერე გვერდით, რომელიც კი არ მზღუდავდა, უბრალოდ ჩემს მარტო რაღაც ნაწილს ხედავდა ადრე-ადრე ძველ ცხოვრებაში. წლების წინ იყო ეგ. იქამდე კარგახნით ადრე რა. კარგი ადამიანი. მაგრამ ანუ რა იყო იცი მე ვერ მხედავდა სრულად მთლიანს ანუ კი არ მზღუდავდა რამეში მაგრამ მე თვითონ ვიზღუდებოდი იმით რომ ადამიანს ჩემი მარტო რაღაცა მხარე უყვარდა და დანარჩენს ვერ ხედავდა ანუ მარტო დადებითი უყვარდა და რაც უარყოფითი მქონდა ან შეიძლება უარყოფითი არა და ეს გიჟი და გადარეული ანუ იმას ვერ აღიქვავდა აიგნორებდა და მარტო რაღაცა ისეთი გამოვლინება უყვარდა საყვარელი კეთილი კარგი პატარა მაგრამ ეს ჩემი ზღვაში წვეთი იყო მე კიდე ძალიან ბევრი რამე მაქვს ხო მთელი სპექტრი ჩემი მინდოდა რომ მას დაენახა და რადგან ვერ დაინახა ჩემთვის შეზღუდვა იყო ანუ მე ვერცოს ვერ ვიქნებოდი კარგად და ამიტომ ხო, ეს რა თქმა უნდა ცუდია, ძალიან ცუდია, რომ ადამიანს არ შეუძლია რა, არც ვიცი, რა ვთქვა, ამას საერთოდ ხო თანადგომა. არ ვიცი, ამაზე ჯერ კიდევ გაგების პროცესში ვარ ამ საკითხზე. ნინი როგორ ხალია როგორ არისო კარგად აწვირფასოლია შორენა წარმატებებიო აი მე ხარ დამაცეველი აი დამბურძგლა შორენა ჩემო ნინი დარწმუნებული იყავი რომ ყველაფერი კარგად არის იმიტომ რომ ეს ასეც არის მიყვარხარ მაბედნიერებ უჭკვიანესი ქალი და ადამიანი პიროვნება ხარ ასეთი ცნობიერებით ძალიან წინწა ხვალ მუდამ მოგემართება ხელი დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ძალიან დიდი მადლობა ჩემო ლამაზო როზეტა საბერძნეთში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად უკვე 9 წელია ვაუ რა მაგარია ოჯახთან ერთად რო ხარ ეგ ძალიან კარგია კეთი, ნინ, ეგს დანა მგონი საუკუნეებს უძლებს, რანაირად, როდიდან მახსოვს, ეს ის არა, კეთი, ეს ის რეალ გადაგდო კი არა, ანუ ნაგავში შეყვარა, ხო იცი, რომ თლი და იქ რო დევს და მე რო მიყვება, ეგრე მიყვარა და გადააგდო და მე ისა შემთხვევით, ანუ და მე ვიყიდეთ კარფურში, ანუ ის გძელი ცხვირი ქონდა იმას, ანუ რითიც იჭრება იქ რა და ამას მოკერა. და ორი ცალი მაქვს ეს. კარფურში ვიყიდე მსგავსი ძალიან მაგარი დანებია, ძალიან კარგად ჭრის და ამიტომ დიდი მადლობა ჩემო ძირფასებო, მიყვარხარ ძალიან კოცნით და რა ვიცი. ძალიან მობედნიერებთ. ვისაც გაქვთ სურვილი, დამეხმაროთ გენეტიკური ტესტის ფული ავაგროვოთ. რომ ანუ რისთვის გინდა რომ მკითხეს, ანუ მკერდისთვის და ჩემს ქონდა ახალგაზრდა 36 წლისა გარდაიცვალა, ანუ 35-ის იყო. ნოემბერში გახდა 36-ის და დეკემბერში გარდაიცვალა. ფაქტიურად 35-ის რა. ოფიციალურად ქვია 36 უბრალოდ. მკერდის კიბოთი გარდაიცვალა და რადგან ეგეთ ადრეულ ასაკში ქონდა, ვარაუდია რომ ეს არის ავთვისებიანი და თან აგრესიული და უნდა გავიკეთო ტესტი, მე მაქვს თუ არა მაგის გენი. და თუ მაქვს მაგის გენი, ძალიან დიდი რისკია 40 წლამდე დავემართოს მეც და რო არ დამემართოს, მაგისთვის რომ მივიღო სამედიცინო ზომები, ჯერ უნდა გავიგო ეგ ტესტი, ეგ გენი მაქვს თუ არა და ეგ
ტესტი ღირს 3000 რამდენიმე 200 რაღაცა არის, უბრალოდ არ მახსოვს, 3200 რო არის, ეგ მახსოვს და მეტი არ მახსოვს რა დაახლოებით. ანუ ვიდეოში მაქვს, რომელიღაც ვიდეოში. ხო. და ანუ რეალურად ძალიან დიდი თანხაა. ნუ, ჩემთვის ახლა დიდი თანხა რა, რო აიღო რამდენიმე თვის საჭმლის ფული და საჭმელი არ ჭამო, კი შეაგროვებ, მაგრამ ანუ ბავშვებს ვერ მოვაკლებ. ანუ ხო გესმით? ხო და ვისაც გაქვთ სურვილი რომ დამეხმაროთ და ერთად შევაგროვოთ, დონაციისთვის პირად ნომერს აქ დავტოვებ. აქ არ არსებობს მცირე თანხა, გუშინაც ვქვი და დღესაც ვიტყვი, რომ აი 1 ლარიც რო იყოს, ხო? 3000 ნახვა აქ ხოლმე ერთ ვიდეოს და ყველამ რო 1 ლარი ჩარიცხოს, წარმოიდგინეთ, რა მალე აგროვდება თანხა, ხო? შესაბამისად არ იფიქროთ, რომ რაღაცა ცოტა არ არსებობს, აქ ცოტა, ყველაფერი არის ბევრი. ანუ ისეთი თანხა, რომელიც შენ არ შეგემჩნევა, არ მოგაკლდება შენ და შენს ოჯახს, მაგრამ ძალიან დამეხმარება მე, იმიტომ რომ დაემატება ერთ-ერთი და შედგება. ვისაც რამდენი შეგიძლია და რამდენი სურვილიც გაქვთ, ძალიან გამიხარდება და დიდი მადლობა ძვირფასებო, ვინც ჩამირიცხეთ და ვინც ჩამირიცხავთ. მიყვარხართ ასევე იმათაც, ვისაც მაგალითად შეიძლება ის 1 ლარიც არა აქვს, რომ ჩამირიცხოს, მაგრამ ვუყვარვარ და კარგი უნდა ჩემთვის. მიყვარხართ ძალიან ყველანი ჩემო ძვირფასებო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, დამიტოვეთ კომენტარი, კოცნით და დროებით.